მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ეთერშია Inside Rugby-ის მორიგი გადაცემა, რომელიც რა თქმა უნდა მიეძღვნება ქართულ რაგბს. ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე რომ საქართველოს შიდა ჩემპიონატს მივაქციოთ, ყურადღება გავაცნოთ ახალი ადამიანები არა, ახალი კლუბები გავაცნოთ ქართულ საზოგადოებას, ვისაუბროთ არა მხოლოდ დიდათზე, ვისაუბროთ ასევე პირველ ლიგაზე, ვისაუბროთ მეორე ლიგაზე და თუ იქ რა სიტუაციაა. დღევანდელი გადაცემა იქნება ძალიან სპეციფიკური, იქნება განსხვავებული და რა თქმა უნდა იქნება ქართულ რაგბზე. ტრადიციულად Inside Rugby-ის გადაცემის წამყვანები ვიქნებით ანტონ ფეიქრიშვილი და გიორგი ბარბაკაძე. დღეს ძალიან საპატიო და ასე ვთქვათ, ქართულ სარაგბო წრეში პატრიოტული ადამიანი ყავს თენგო ცისკარიშვილი, რომელიც თელავის სარაგბო კლუბის ხელმძღვანელია და მასთან ერთად ცდილობს რომ მიაღწიოს წარმატებას და კახეთში გაზარდოს ის ახალი თაობა, რომელიც შემდეგ უკვე დიდი მიზნებისთვის იქნება და დაწინაურდება და უკვე საქართველოს ნაკრებში ითამაშებს. დიდი მადლობა თენგო რომ მოახერხეთ და აი ესე დროს, ესეთ არეულ სიტუაციებში, ქვეყანაში არეულ სიტუაციებში შეძელით და ჩამოხვედით ჩვენთან და ჩვენ გაგზა გზა გამოიარე. მადლობა. შენი ფეხი. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ამ სტუდიაში ყოფნა. არ შეიძლება არ გამოვეხმაურო დღევანდელ და მე არა უბრალოდ ჩვენი კლუბი ჭადარი გმოვთ ძალადობას ამ ჩვენი ქართული ხალხის მიმართ. ანუ გასაგებია რომ აქ ხალხის მხრიდან ბავშვები და არაპროფესიონალი, არაგაზრდასრული ადამიანები რაღაც პატარა შეცდომებში ჩადიან, მაგრამ მეორე მხარეს სადაც პროფესიონალი ხარ და შენი საქმე იცი და ამ როგორ ვთქვა, აჭარბებ და ამ ხელას სადისტობ საშინელი სანახავია რა და იმედია და ჩვენი გზა აუცილებლად ევროპაშია სხვაგან არსად. მაგას ხო და სხვა ალტერნატივად. მაგიტომ ვართ აქ, მე მგონი ცხოვრების ერთი თაობის ხალხი ვართ და აშკარად ყველა ერთ აზრზე ვართ რა და მადლობა დღევანდელი მოწვევისთვის, მადლობა პირველ რიგში. ცხოვრების ნახევარი გავატარე საფრანგეთში ყველა მიცი და ადამიანს რომ ევროპული გაცვია, ევროპულს ჭამ, ევროპული დადიხარ, ევროპულ ყველაფერი ტელეფონი, ყველაფერი ევროპიდან გვაქვს რა ხა Adidas-ი, Nike-ი, რაც გვაქვს ყველაფერი და არ ვიცი რანაირად უნდა თქვა რომ ევროპა რაღაცა Mercedes-ი და BMW-ს თუნდაც აიში Mercedes-ი აქეთ და აქეთ ხარეს თუ გინ არა ვიცი Hyundai იყოს და არა Lada ხო არ ვიცი ვერავინ ვერ რა ქვია შემაცვლებინებ აზრს ევროპაზე, სადაც არ ვიცი ხა ჩემი მეორე სამშობლოა, იმიტომ 18 წლიდან 20 წლამდე 33 წლამდე საფრანგეთში ვიყავი და მთელი ნახევარი კიდევ ვიტყვი რომ კი დავკაცდი და დაოჯახდი და ჩამოყალიბდი ადამიანად და ბევრი ვისწავლე ევროპიდან და მადლობის მეტი და ჩემ შვილსაც იგივე სუსურვებ რომ ევროპაში ევროპიდან აიღოს ბევრი მაგალითი და არა მარტო ჩემშვილი თქვენ საქართველოს რა ვიცი ხა ჩვენი გადაცემას თუ რამე ისჭირდება რომ ნახისკენ არ ვიტყვი და არ ვიცი. ნახე ანტონ, ჩვენი გადაცემის სპონსორების როგორ ქართულ ევროპულ გზაზე არიან, ყავს სპონსორად ბუბუ კონსტრაქშენი, თელაველები, კახელები, კახური კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე არის რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე და პლუს ამას არის ჩვენი ერთ-ერთი სპონსორი არის La Gazzetta dello Sport, ჯორჯია, იტალიური ძალიან ცნობილი ბრენდული გაზეთი, რომელიც საქართველოშია შემოსული. ორივე სპონსორს ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენთან არიან. აქაც ჩვენი და ევროპული გზები, ჩვენი საქართველოს და ევროპის გზები ერთმანეთთან იკვეთება. რა ხდება ამ მომენტისათვის კახეთში? ძირითადად სასაუბრო თემა გვექნება ჩვენ რა თქმა უნდა კახეთში რაგბის განვითარებაზე, სადაც ფეხი კიდევ უფრო კარგად მოიკიდა, რაგბმა უფრო პოპულარული გახდა, აგერ პატარძეული მაგალითად პირველი ლიგის, ანუ რიგით მეორე ლიგის ერთ-ერთი ლიდერია, მეორე ადგილზეა ამ მომენტისათვის და თქვენ ძალიან კარგ შედეგებს დებთ უკვე მეორე ლიგაში, თქვენ ჯგუფში ყველა თამაში მოგებული გაქვთ კონკრეტულად და ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტები ხართ იმისა რომ რეგიონალური ლიგაში ლიგაში ხო?
რეგიონალურ ლიგაში აღმოსავლეთში და ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტები ხართ იმისა, რომ თქვათ მომდევნო სეზონში უკვე პირველ ლიგაში გადმოხვიდეთ და ითამაშოთ. რა ხდება ახლა იქ? რა ხდება თელავში რაგბის კუთხით? კარგი კითხვაა. თელავში უკვე რამდენი წელი, ანუ ზოგადად ჭადარიო 1991 წელს მამაჩემმა დააფუძნა, რაღაც მე წვეტები იყო. პატარძეული ახსენეთ ეგ ბიჭები, ეგ სტაფი 2000 ალბათ 3-2-დან ისეთი ინტენსიურად მუშაობენ და შედეგით სახეზეა, რასაც დებენ და მაგარი შედეგები აქვთ. ჩვენ იდეაში 2014-15 წლიდან დავიწყეთ ესეთი აქტიური მუშაობა 96-97 წელს დაბადებულ ბიჭებთან. სულ რაღაც ერთი გუნდი ყავს და ნელ-ნელა გავიზარდეთ და დღეს უკვე ისე ვარ, სწორედ ეს წელია, რომ ალიგა, ანუ სრულად სტრუქტურიზირებული კლუბი ყავს. აბსოლუტურად ყველა ასაკობრივ ჯგუფში ბავშვები ყავს. გვაქვს უნიკალური სარაგბო ბაზა. მადლობა ქართულ ჯგუფს. კავკასიონ არენა არ შეიძლება არ აღნიშნო. ისეთი ხედია, ესეთი ხედი არის. კი და ანუ სოფიოში ბევრ სტადიონზე არ იქნება. კი ბატონო და რაც შეეხება კაცთა გუნდს და რეგიონალ ლიგას, ესე იგი 2 წელია, რაც ჩვენ საწყისად ჩვენ დავიწყეთ რეგიონალ ლიგით, მე პირველ ლიგაშიც ავედით, კოვიდის პერიოდი იყო თუ არ ვცდები. ესე იყო, კი 4 გუნდი გავედით ნახევარფინალში დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან და ისე მოხდა, რომ მაშინ დიდი 12 გუნდიანი გახადეს, პირველ ლიგას 12 გუნდიანი და ოღონდ საკმაოდ მომდევნო წელს რაღაც დიდი რაოდენობა გამოვარდა, ანუ ხო, ანუ დროებითი იყო, იმიტომ რომ იქ რახან კოვიდი იყო, რაღაც შეზღუდვები იყო და ამიტომ დაამატეს ყველა პრეტენდენტი, ვისაც ჰქონდა. მაგ წელს ხოთაშორის ძალიან კაი შედეგი დავდეთ. 12 გუნდი თამაშობდით და პირველი 6-ეული, რომელიც აგრძელებდა, პირველი 6-ეული რჩებოდა ლიგაში, ქვედა 6-ეულიდან 4 გუნდი ვარდებოდა და ისე ვითამაშეთ, რომ პირველ წელს პირველ ლიგაში პირველ 6-ეულში მოვხვდით. მეორე ხოლო მომდევნო წელს უკვე ვერ გავედით. ვერ დავდეთ სასურველი შედეგი, რაღაც შეცდომები დავუშვით და დავქვეითით რეგიონალ ლიგაში. ხო, სამაგიეროდ ამ შეცდომებმა გაგვზარდა, რაც მთავარია რა და ამ შეცდომების და ამ დროის ფონზე ძალიან სწორი მიმართულება ავიღეთ. კონკრეტულ ასაკში შემიძლია ვთქვა 2006-2005-2007 წელს დაბადებულ ბიჭებში. განსაკუთრებულად 2006-იანი ბიჭები, რომლებიც წელს უკვე კაცთა ლიგაში შემოვიდნენ რა და მასიურად არიან გუნდში. და დავიწყეთ რა, წელს უკვე ისეთი არის, წელს წლევანდელი წელი არის ისეთი, როცა ჩვენი ძალებით ვართ 35-40-მდე მოთამაშე. ყავს გუნდში 7, ესე ვთქვათ, ლეგიონერი ოღონდ თბილისიდან ჩამოყვანილი მორაგბეები და დავიწყეთ რა, ჯერჯერობით ყველაფერი ისე მიდის, როგორც დაგეგმილი გვაქვს. სეზონი გრძელია, სამწუხაროა, რომ ძალიან დიდი შესვენება გვაქვს 2 კვირის წინ დავამთავრეთ ლიგა და სადღაც თებერვლის შუა რიცხვამდე ფაქტიურად გაჩერებულები ვართ რა და ზამთრის შესვენებას გავხდით. კი, ვარჯიშო, როგორ არის იცი? ესე იგი, ალიგის ბიჭები არიან ამ დროს, ეს ბიჭები 2006-იანი ალიგას თამაშობენ, ალიგა მომდევნო კვირას მომთავრებთ. აქტიურად მიდის ალიგის ვარჯიშები და ბიჭები ვარჯიშობენ. აუცილებლად ეხლა გაჩერება არ შეიძლება. მიზანი გვაქვს, როგორც აღნიშნეთ და ვართ ალბათ ერთ-ერთი კანდიდატები ლიგის მოგების და გვაქვს სურვილი რომ მოვიგოთ და საკმაოდ ესეთი მრისხანი კონკურენტებიც ყავს რა, ვინც ალბათ კონკურენციაში შემოვა ჩვენთან. არ შეიძლება გაჩერება და ვაგრძელებთ მუშაობას, ვიზრდებით, ვშრომობთ. რამდენად გასულია თელავს გარეთ თქვენი კლუბი, ანუ სოფლები, გარშემო, თქვათ, რეგიონები, ხო. ანუ როგორ არის იცით? ესე იგი, თელავის მუნიციპალიტეტში თუ არ ვცდები 17 სოფელია. ჩვენ სრულად დაფინანსება გვაქვს და ანუ რეალურად ბიუჯეტის თანხით ვართ, მერია გვიდგა გვერდში. გვაქვს კერა გვაქვს 1-2-3 კერა გვაქვს პატარა სოფლებში, მაგრამ წელს მოხდა ძალიან კაი რაღაც, დაამატეს რა ესეთი დიდი ავტობუსები რა, კომფორტული ავტობუსები, რომლებიც ადრე ყოველთვის პრობლემა იყო ამ ავტობუსები, ანუ არ იყო მარშრუტკები, რაღაც პატარა მარშრუტკები იყო, მიკროავტობუსები, რომლებიც მაგალითად 5 საათზე ამთავრებდნენ და ეს ბავშვი ვერ ჩამოდიოდა თელავში რა და
ეხლა ზამთარში ვამზადებთ, იმიტომ რომ ზამთარში ჩვენ თვითონ ბაზაზე გვიჭირს, რადგან დახურული სივრცე არ გვაქვს და ვარჯიშები საღამო საათებში ტარდება. და გაზაფხულიდან ვაპირებთ ესეთ რაღაცას რა, ანუ თელავს აქვს 3 გასაყარი რა, ანუ ყვარლის მხარე, გურჯაანის მხარე, მაგათ ვენაცვალე და იქით აკვეთის მხარეს და ყველა ავტობუსი მოკლედ ისია იდეალურად დალაგებული, რომ 7-ის ნახევარზე ბოლო ავტობუსი დაიძვრება თელავიდან და გაივლის ამ ყველა პატარა სოფელს რა და გაზაფხულიდან უკვე ისე გვინდა რომ ეს კერები უკვე გადმოვიტანოთ თელავში და შუა დღის თუ ბავშვები ვარჯიშობენ საღამო საათებში დღის საათები დავამატოთ კვირაში 2 დღე, საიდანაც უკვე სოფლიდან ბავშვი ჩამოვა თელავში და აი ამ კომფორტულ გარემოში ივარჯიშებს და ასევე დაბრუნდება კომფორტულად სახლში. და ამას ერთი პლუსი ის აქვს, რომ თუ არ ვწდები სკოლის მოსწავლეებზე, როგორც ვიცი, უფასოა გადაადგილება რა. კარგი რაღაცას ვაპირებთ, რადგან მოგეხსენებათ თელავში დაახლოებით 20,000 მოსახლე ცხოვრობს თელავში, კი. და საკმაოდ არის ჩვენ და საბედნიეროდ სპორტები განვითარებული, საკმაოდ პოპულარულია კალათბურთი, ძიუდო, ფეხბურთი თავისთავად, ფრენბურთი შემოვიდა სპორტის სასახლეში. ქალთაც და ბიჭებმაც დაიწყეს. სამწუხაროდ გოგონათა ჯგუფი არ გვაქვს რაგბიში, მაგრამ ბიჭებზე მაქვს მე ხა ამ დროს საუბარი. რა ვიცი რა და მაგიტო გვინდა რომ გავიდეთ სოფლებში, უფრო მასიური გავხადოთ რა. სავარაუდოდ დაახლოებით 250 სპორტსმენი ირიცხება თავიდან ბოლომდე ჩვენთან კლუბში ჭადარში რა ბავშვები. პატარძეულს ყავს გოგოების გუნდი, ყავს პატარძეულს, ნუ კახეთის რეგიონია ხო, პატარძეული და თბილისთან უფრო ახლოს შედარებით ვიდრე თელავი და ნუ იმათ ყავთ საკმაოდ ისეთი ბევრი გუნდით ვერ დავიკვეხნით სამწუხაროდ ქალთა ბევრი გუნდით, მაგრამ ნუ ერთ-ერთი წარმომადგენელი პატარძეულია, საიდანაც არაერთი მოთამაშე არის ქალთა რაგბი 7-ის ნაკრებში. ჩვენ მაყურებლისთვის, ჩვენ კი ნუ ეხლა მე და ანტონმა მეტნაკლებად მაინც ვიცით და გათვიცნობიერებული ვართ. კახეთის რეგიონში რამდენი გუნდი ხართ მთლიანობაში? თქვათ თქვენი თელავის გუნდი, აგერ ჭადარი, არის პატარძეული, კიდე თუ არის რაიმე პატარა სხვა გუნდები, რომლებიც თქვათ, თუნდაც აი ასაკობრივები რო ყავდეს, თქვენ კერას არ წარმოადგენენ, მაგრამ აი ინდივიდუალურად თუ არიან, იმიტომ რომ კახეთის რეგიონი ერთ-ერთი დიდი რეგიონია, ხო? და რამდენად არის ათვისებული აი თქვენ და პატარძეულის გარდა? კი ბატონო, როგორი რაღაც არის იცი? ესე იგი მეორე წელია თუ არ ვცდები რაგბის კავშირმა მოავლინა კახეთში განვითარების მენეჯერი გიორგი ჭუმბურიძე იყო, გია თქვენთან ასწავლობდა და ასევე როგორც აღმოსავლეთ საბავშვო ფესტივალები ტარდება, ამ კახეთის ფესტივალო ასაკის ხელმძღვანელი და კურატორი არის ილია სურგულაძე. გეცოდინებათ რა ჩვენი ასაკის ბიჭია. ხო და ილია წარმოშობით ყვარლიდან არის. მისი ძმა ჩვენთან ერთად თამაშობდა, ჩვენი ასაკის ახალგაზრდა ნაკრებში ერთად ვიყავით. კი. ილია, ანუ სადღაც სამთვეში ერთხელ თუ რაღაც უკვე კალენდარი წელს დაიდება, ინტენსიურად ტარდება ფესტივალები. გეტყვი ხო თუ არ ვცდები, ახმეტა იქით რომ მოვყვეთ რა, ახმეტიდან თუშებს ყავთ ალვანში, ბავშვთა ასაკობრივი გუნდები. ლაგოდეხშია, ყვარელშიც არის, გურჯაანში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საგარეჯოში თავისთავად და ხო, ანუ ყველა რაღაც აი რაღაც ეს 8-9 გუნდი ერთ ასაკში ვიკრიბ. ანუ 8-დან 10 გუნდამდე ყოველთვის რაღაც. და ეს მარტო კახეთის რეგიონი რა, ძალიან კარგია. კი, და იქ რაღაც რამხელები ყავთ ძირითადად? U13 რა, ანუ U11, U13. აი ხა ინიციატივა წამოვჭერი მე, ანუ ფესტივალებზე ჩვენ სულ აქეთ დავდივართ. იგივე სისტემაა. ანუ რა საბუთებიც გჭირდებათ აქ რო თამაში, იგივე გჭირდება იქ. და U9 არის პრობლემური, რომ U9 ჯამში თამაშობს, 20-25 წუთს მთელი დღის განმავლობაში. გზაში გიწევს, იმიტომ რომ ბავშვი ცუდად ხდება გზაში მაგასაკში 2 საათნახევარი მგზავრობა და მოკავს 25 წუთის სათამაშოდ. და ჩვენც რაღაც ესეთი სტრატეგია ავიღეთ რა კლუბმა, რომ გვირჩევნია U9 ყოველთვის თელავში დავრჩეთ, თელავში რა კახეთში დავრჩეთ და 20-30 წუთის სავალზე გავიდეთ ფესტივალებზე და იქ ვიყავთ ვიდრე აქეთ ვიაროთ და U11, U13, U15 და ზევით არანაირ ფესტივალს არ ვტოვებთ, ყოველთვის ინტენსიურად ვიღებთ ჩვენ ჭადარზე მაქვს საუბარი. ანუ U11, U13, U9 ინტენსიურად ტარდება ეს ფესტივალები და ეხლა ბოლოს ჩატარდა ახმეტაში. ეხლა რაც სექტემბერი ხო სეზონი სექტემბერში იწყება, რაც წელს სექტემბერში ახმეტა იყო და იყო ყვარელი კი.
და რაღაც მე იქ წავდაობა აუცილებლად. ხო, რა როგორც ფესტივალია და გართობა, კარგად დასამახსოვრებელი. კარგად იმაშურება რა, იქ ვიღაცებს აწუხებს თუ რა ქვია, შეწუხება დავარქვათ, თუ რაღაც ტიპებს აძრობს, რომლებიც მე სამწვადე მოაქვთ, ბავშვები ერთად წვაც ჭამენ, რაღაცა ერთობიან და ასე შემდეგ. მოკლედ, კაია და ნელ-ნელა იხვეწება რა, რაც თავარია დაიხვეწება ეს ყველაფერი თავიდან იდეალური არ მოდის და ნელ-ნელა ვიხვეწებით იქითაც და რა ვიცი, ძალიან კარგი იქნება თუ ზოგადად შიგნით დავრჩებით და უკვე ბელიგებიდან ან უმაღლესი საფესტივალოდან დავიწყებთ აქეთ გამოსვლებს რა, იმიტომ რომ ძნელია ხა, რა თქმა უნდა. პატარა ბავშვისთვის როგორც ახსენე და რა მაინტერესებს, ძალიან ინფრასტრუქტურაზე ვლაპარაკობდით, ხა თქვენი ბაზა, ნუ გამართულია, მადლობაც თქვით ნაკრების თამაშები იმართება ხოლმე და ნიდერლანდებს მადლობა თამაში. სხვა კაი ახმეტაში, ალვანში რამდენად გამართულია სტადიონი თქვათ, ან გასახდელი ბავშვისთვის როგორ არის იცი? მე შემოვლილი მაქვს ფაქტიურად მთელი კახეთი. ახმეტაში უშუალოდ ახმეტაში არ არის, ალვანშია, ზემო ალვანშია კერა. სკოლის მოედანია, რაგბის კარებები დგას, გასახდელი არ ვიცი, არავის არ ყოფილი. სავარაუდოდ გასახდელი და რაღაც ინფრასტრუქტურა ის არ არის რა, რაც იდეაში. ხო, თქვენთან როგორიც არის ეგეთი ან ხელოვნური მოედანის. არა, აი ჩვენ რა ქვეყანაც ვართ სარაგბო სამყაროში, რა მოედანიც შეგვესაბამება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასე არ არის რა. აი ამ პატარა დასახლებებში, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა გაიზრდება ეს ყველაფერი და მაგით მივდივართ, მე მგონი ნელ-ნელა მივდივართ მაგ განვითარებაზე, რომ პატარა კერები, სადაც რეალურად რაგბი და არა მარტო რაგბი რა, ხო შეიძლება რაგბი და ფეხბურთი იყოს და რაღაც ერთი კაი ინფრასტრუქტურა გქონდეთ რა, იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ესეც იქნება რა. თვითონ თქვენ ბაზას რო ზუსტად რა მოყვეთ რა, გაქვთ, რა თქმა უნდა, ბუნებრივი საფარიანი, ხელოვნურ საფარიანი, სატრენაჟორო დარბაზი, სატრენაჟორო დარბაზი, ანუ ფიტნეს სივრცე გვაქვს ჩვენ. ანუ ბუნება, ანუ 2000-იანი ტრიბუნაა. ანუ იდეალური, რატომ მომწონს ჩვენი ბაზა და არა მარტო ჩვენ რა. ქარი არ არის. საქართველოში 16 ესეთი ანალოგიური სარაგბო ინფრასტრუქტურაა და ძირითადად ყველგან ქარია და გიმართლებს როცა ქარი არ არის. ჩვენთან ანუ იშვიათად არის რომ ქარი იყოს, ანუ იდეალური ჩვენ ძალიან კაი სივრცეა რა. ამის გარდა 2000 ტრიბუნაა, 2000-იანი ტრიბუნაა. 4 გასახდელია და ფიტნეს სივრცე გვაქვს. ფიტნეს ინვენტარი სამწუხაროდ ჯერ არ გვაქვს და იდეაში იმედია რომ დაგვაწევენ ამ ყველაფერს. და რაღაც აი ზუსტად წეგან აუგნიშნე პირველ ლიგაში რომ თამაშობდით, იქ რაღაც პირველ ლიგაში რომ თამაშობ რაღაც X თანხას იღებ რაგბის კავშირიდან და იქ თანხა რაღაც გამოვყავით და რაღაც ისეთი მინიმალური ინფრასტრუქტურის ინვენტარი ვიყიდეთ ფიტნესისთვის რომ გუნდს არ გვიწევდეს რაღაც არენდით სხვა დარბაზის აღება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი რა. და ველოდებით რომ აი წელს ზუსტად ეგ გვინდა რომ კი თელავის მუნიციპალიტეტი როგორც შეუძლია გვეხმარება, მაგრამ აი შენ პირველ ლიგაში ასვლის აღზევების შემთხვევაში აუცილებლად კიდე იმას ვიზავთ რომ უკეთეს პირობას შევქმნით ჩვენთან ბაზაზევე რა. ნუ დასარჩენი ოთახები. დასარჩენი. კი, ეგეც კარგი ის ანუ უყურე როგორ არის, ორ სართულიანია ჩვენთან, მეორე სართულზე არის რაღაც საოფისე ოთახები. რეალურად მაგ ოთახებს არაფერში არ ვიყენებთ და პირველ ლიგაში რომ ვიყავით და რაღაც ბიუჯეტი გქონდა, შევუკვეთე რაღაც საწოლები, თავის მატრასით ყველაფრით და დაახლოებით 12 ადამიანის დატოვება შეგვიძლია რა, იმიტომ რომ არიან მოზარდი ბიჭები, რომლებიც უკვე ხა 18-ისები არიან, მაგრამ არიან 17, 14, 15 წლის ბიჭები, რომლებიც მაგალითად საღამოს ჩამოდიან ვარჯიშზე და უკან ვერ ბრუნდებიან იმ დღისით და წყნარად სიტუაში შევა დაიძინებს რა, ერთი ჩვენი სახლია, ჩვენი ოჯახია და ერთად უფრთხილდებით ამ ბაზას და ერთად ცხოვრობთ და ერთად ვითარდებით რა. ყავს ბიჭები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ, ორი ბიჭი ყავს, რომელიც ფაქტიურად იქ იზრდებიან. ლეგიონერი რო თქვათ, არ უწევს ბინის ქიაობა. არა, ლეგიონერებიც ყავდა, შაშან ყავდა ჩამოყვანილი სამხრეთ აფრიკიდან, ძალიან საინტერესო. აი, მოხევით მაგ იმაზე, აი პირველ ლიგაში ხა გასაგებია რომ აი თქვათ უმაღლეს ლიგაში ჩამოდიან ხო ლეგიონერები თქვათ არიან და შეზღუდულია 3 ლეგიონი. შაშან არ იყო ეს შეზღუდვა და მაგალითად
ოზურგეთში იმდენი უცხოელი დადიოდა რომ ტურისტები ეგუნა და არა და გუნდის წევრები იყვნენ მართლა 11 ყავდა. ხო 11 იწყებდა ძირითადში. ნუ პირველ ლიგაშიც არის იყვნენ ლეგიონები. აი ბატონო. ქვედა ლიგაში, აი მესამე ლიგაში რო ჩამოდიან, თქვათ სამხრეთ აფრიკიდან რო ჩამოდიან, აი როგორ გავლენას ახდენენ და როგორ მოახერხეს, აი თქვათ. რამხელა სხვაობა იყო, ხო? აი ჩამოდის ლეგიონერი სამხრეთ აფრიკიდან. ეხლა სამხრეთ აფრიკა ტრადიციებით დონით საქართველოზე ბევრად უფრო განვითარებულია, ხო, რა თქმა უნდა, არც შევადარებთ. ბოლო 8 წელია ისინი არიან მსოფლიოს ჩემპიონები. ჩამოდის საქართველოში და სიძლიერით რანგით მესამე ლიგაში. და უწევს ნახევრად მოყვარულებთან და ბავშვებთან თამაში იმ სამხრეთ აფრიკელები. აი რა ხდებოდა აი ამ ფიქრით რო ჩამოდიოდნენ. მაგარი ამბები იქნებოდა დარწმუნებული. ისე კარგად არ მართალი ხარ სამხრეთ აფრიკაზე სრულად მოყვები. ეს რო ვთქვათ რომ ფიჯელი ალბათ ისეთი ტიპია რომ მეთევზეც რო ჩამოვიდეს მართლა მაგრა ითამაშებს, მაგრამ ამ ეს სამხრეთ აფრიკელები ძალიან უცნაური ტიპები მართლა შეიძლება გადაიყარო ისეთ ტიპს რომ ტიპი ყავდა ვილფრედი ძალიან ჯიგარი ტიპი პირველ ხაზელი ჩამოვიყვანეთ პირველ. თან პირველ ხაზელი ჩამო. ხო 25 წლის ბიჭები იყვნენ რა და ეხა ადამიანი ჩამოყავს რაღაც თანხაზე რიგდები და ჩამოდის, მაგრამ ну შემიძლია ვთქვა კატასტროფა. კატასტროფა. დარბაზში მაგრა ევასებოდა ვარჯიშობდა რაღაცა იგით. მე ფეხი აიტყია ერთხელ და არ ვიცი, ოთახიდან აღარ გამოდიოდა, მაღლა ოთახში ცხოვრობდა ტიპი და მთელი ზამთარი დათვივით. ეს ჩამოვიდა და კოჭლობი დავიდოდა და ეხა ამხელა გზაზე რო ჩამოყავს 25 წლის კაცი და რაღაცას რო შეპირდები, ჯერ აგენტის ბრალია რო ესე გიწევს. იმან რა დააშავა აგენტმა რო გამოგიგზავნა რა და ჯიგრულად წლის ბოლომდე შევინახეთ ესე გენაცვალე ჩავსვით თვითმფრინავში გავუშვით. მეორე ბიჭი იყო ასე თუ ისე გამოგვადგა. ისიც ყველაზე სასაცილო კურიოზული მომენტი იყო რომ სანამ მეორე მალკომი ერქვა მეორეს. სანამ მალკომი ჩამოვიდოდა, მოდიოდა სხვა მეორე მესამე ხაზელი ბიჭი, რომელსაც გადაუგზავნეთ კონტრაქტი რა და მე ანუ ჩვენ ერთ დიდ აიფში ვართ, სადაც სხვადასხვა სპორტია და ისინი აკონტრაქტებენ კალათბურთელებს ასევე თელავის გუნდისთვის რა და სადღაც კონტრაქტში გამომეპარა და გაიჩითა რაგბის ნაცვლად ეწერა კალათბურთი. და ხვდები აქ ვარ აეროპორტში, დილის 4 საათი, არ მახსოვს რომელი საათია და არ უშვებენ და ეს წაიკითხა მესაზღვრემ და აბრუნებენ უკან და თან ეს კარები რო იღება, გაიხსნება, გველოდები. იქიდან დგაა ტიპი და ხელებს მიქნევს, მიშვა თელავს მერს დაურეკე რომ მე თქვი თან დილა გავაგვიჯე რომ მე თქვი ესე. ტიპი ადგეს, გაუშვეს ისტანბულში. დაადეპორტეს რა უკან გაგზავნეს მაგის გამო. დედას ბიჭო, ესეთი რაღაც შეგვებთხვა რა და მე ეს მეორე მალკომი ჩამოვიყვანეთ. ის ვეღარ დავაბრუნე. მე ორი დღე თურქეთში ეძებდნენ მშობლები მე მირეკავდნენ რა. ესეთი რაღაც შეგვემთხვა და ეს მალკომი რაღაც ითამაშა რაღაც ისეთი მოშვით კაცე ბიჭი რა არის ისი რომ შეცდომაში არ უნდა შეგიყვანოს ვიდეო რასაც თვითონ მოთამაშეები რა თქმა უნდა ეგრე ახლა ნუ ეგეც ვისწავლეთ ანუ გამოცდილება არა კაი გამოცდილება მივიღეთ ლეგიონერებზეც რა შეუკვეთე რა ჩამოვიდეს ვარიანტია ხო ზუსტად აფრიკელები ყავდნენ აკაურ აფრიკელებს პატივს წევ უყურებ თამაშებს ჯიგრები არიან მაგრამ ჩვენთან რაღაც ისეთი გაუმართლებელი აფრიკელები როგორ არის იცი 3-4 თამაში თავიდან ბოლომდე თუ არ უყურე ეს თავისი აწყობილი იმით რა ქვია 100% 50 ცენტის მუსიკა რო ადევს და იმის რა ქვია რაღაცა თან იცი რა არის თან უკვე იმდენი ლეგიონერი თამაშობს უკვე საქართველოს ჩემპიონატში, აი წინა წლიდან გამომდინარე იმდენი არის, რომ ეხა ერთი წელი რო აქვს საქართველოს ჩემპიონატებში ნათამაშები, თუნდაც პირველ ლიგაში ან უმაღლეს ლიგაში, თუ რაღაც გარკვეულ თანხას შესთავაზებ, იმისთვის ეხა საქართველოში რო ცხოვრობს და უკვე დათანხმებულია, თუ გადაუხდით თანხას, წამოვა უპრობლემო და თელავშიც იცხოვრებს და ოზურგეთში ცხოვრობდა, ზუგდიდში ცხოვრობდა, წამოვა ეხა იქითაც ითამაშა, თა რა ჯობია ეხა თელავში ცხოვრებას აგერ სასმელი არ მოაკლდება, მწვადი არ მოაკლდება, ხელფასი თუ ექნება, ხო, წამოვა ითამაშა და თან უფრო მარტივი არის, იმიტომ რომ იცი ზუსტად რა ტიპია და რას თამაშობს და ანუ გამოსაცნობი ეს X ფაქტორი აღარ გექნება რა, რომ შეიძლება თავის ქვეყანაში იყოს და უბრალოდ მაკდონალდში უნდა იმუშაოს. ხო, რა რაღაცა. ესენი ხო ევროპული ხო გაქვს ნანახი ფილმი რა. ესენი მეგონი უკან რო დაბრუნდნენ ესეთი ბრატისლავაში რო იჭიდები. აქედან ისეთი მოხდის წავიდნენ თელავიდან დააგროვეს რომ იქ მე მგონი რაღაც მილები ფერმა გააკეთა. შესაძლებელია. რაც შეეხება ლეგიონერებს ეს ძალიან კაი წესი შემოვიდა რომ სამი რა ეხლა რაღაც მუნიციპალიტეტი რაღაც თანხას ანუ
ქვეყანა გაძლევს ჩვენ რაღაცას ვიხდით ქართველები რომ რაგბი ღირებულია ჩვენთვის და რაგბიდან მოვითარო და შენ დგებ და დებ და უშვებ ყველაფერს ამ ლეგიონერებში ჯობია ბავშვთა სკოლებს მივხედოთ. ხო ის ერთჯერადი შედეგის მიღების ეს არის რა ვარიანტი რა. ეს კაია რა და ძალიან მივესალმებით ამ რაღაცას მეც მომწონს და წელს ჩვენც რაღაც უკვე წელს თუ არა მომავალ წელს ვაპირებთ რომ რაღაც ისეთი უკვე ისეთი ყოჩაღი ლეგიონერები ჩვენს დავიმატოთ და დავძლიერებთ რა. აი რაღაც სხვათა შორის ჭორივით დადის ახლა ჯერ ზუსტად ვერ ვიტყვი რომ ბეჭედი აქ დასმული მაგრამ როგორც გავიგეთ რა ჟურნალისტები ვართ რა და როგორც გავიგეთ მომავალი სეზონიდან ორ ლეგიონერზე ჩამოდის აი ეს შეზღუდვა ოღონდ არ ვიცით ეს იქნება კონკრეტულად მარტო უმაღლეს ლიგაზე იქნება ეს შეზღუდვა თუ ვთქვათ პირველ ლიგაზე და მეორე ლიგაზეც განხორციელდება ეს შეზღუდვები. ნუ ხანდახან არის ხოლმე რომ ვთქვათ კონკრეტულად ერთ ლიგაში, ვთქვათ უმაღლეს ლიგაში შემოიტანონ ეს წესი და ქვედა ლიგებში შედარებით ვთქვათ ესე ქნან. აუცილებლად უნდა გკითხოთ კახურ დაპირისპირებლად. იცი რითი განსხვავდება და რა არის ძალიან საერთოდ ხა ანტონის დამეთანხმება რომ საფრანგეთში ერთი ტური ეძღვნება ხოლმე კონკრეტულად აი ორი წრეს ხო თამაშობენ საფრანგეთში და ერთი ტური არის ხოლმე დერბების დღე რა და საქართველოს ჩემპიონატშიც თუ იქნება ეს ხო პრინციპული დაპირისპირება მეზობლები ერთმანეთს როცა ერთი რეგიონის გუნდები ერთმანეთს რო ხვდებიან ხო სხვა მუღამი აქვს სხვა გულშემატკივრობა არის და სხვა სანახაობა არის დერბი რა. ბოდიშ შეგაწყვეტინებ უფრო იციან ხოლმე აი შობის ხო ანუ ამ პერიოდში რომ შორს არ მოგიწიოს გამგზავნა. ხო რა თქმა უნდა ტურნირო კალენდარზე ეს შეჯდება რომ ანუ ტურნირი და თან დერბი. ისე თქვათ სპეციალურად ცვავენ რა რომ აი ტულუზა კასტრი რომელიც არის ერთი მეზობლები ისე რომ თქვათ რომ მორჩება თამაში მალევე დაბრუნდეს სახში თან ყველა და იყოს რაღაც ერთობ-ორი ქალაქის ერთობლივი რაღაც ღონისძიება და მთელი ის რა და კახური დერბი გვაქვს რა. აგერ მეორე ლიგაში არის პატარძეულის გუნდი, პატარძეული ორი დავარქვათ ხო? პატარძეული ერთი ვეფხვებია, მეორე პატარძეული. ხო, ის ვეფხვებია და ეს პატარძეულია. და ნუ აი ესეთი კაცი და კახური დერბი, რომელიც თქვენ მოიგეთ. კი. აი როგორი სიტუაცია იყო? როგორი სიტუაცია იყო აი მაგ თამაშზე როგორი განწყობა იყო მაყურებელი თუ მოვიდა რაღაც აი როგორი გარემო არის რა შევეცდებით რომ შემდეგზე ჩამოვიდეთ და გადავიღოთ რაღაც კადრები და რაღაცა და სხვანაირად შევფუთოთ აი ეს ყველაფერი რა დერბს რაც შეეხება დერბი სიმართლე გითხრა ყველაზე მაგარი დერბი მახსენდება ალბათ 4-5 2017 ან 16 წელი იყო როცა თელოვში იყო ორი გუნდი კი, კახელები და ჭადარი ჩვენი რა და აი მაშინ იყო იუნკერები მაგ დროს პირველად შემოვიდა რეგიონალ ლიგაში და პატარა ბიჭებით დაიწყეს ხო პირველ ადგილზე გავიდნენ და ჩვენ ორი გუნდი გადიოდა მაშინ რა და ჩვენ შორის პირველი თამაში ვითამაშეთ 19-19 მეც ვთამაშობდი რა მაშინ ძალიან არ ვიცი ჩემთან და გუნდში რაც უფევდა და იქ რას ხო აი ეგ იყო ძალიან სასწაული გარემო იყო და მე მეორე თამაში მქონდა გადამწყვეტი უკვე გასულა წინანდალში სახში ვარდის უბანში ვთამაშობდი თელავის გვერდზეა სოფელი ჩვენი მაშინ მოედანი არ ქონდა და ისინი თამაშობდნენ სახლის წინანდალში და 22-12 თუ 22-8 მოვიგეთ და ჩვენ გავედით მეორეზე სავსე იყო რა აი მაგ რაოდენობის მაყურებელი დღემდე არ მოსულა. ანუ არ ვიცი ხა მე უკვე აღარ ვარ როგორც მოთამაშე ეს წნეხი არ მიგრძნია 2 წელია ჩვენ რეგიონალ ლიგაში ვართ. ეხა მესამე წელი დაიწყო. ამ 2 წლის განმავლობაში პატარძეულს 2 წელია ვეთამაშებით რა ამ ბიჭებს. და 2 წლის განმავლობაში ჯობნიდნენ და ვიგებდნენ აშკარა ფავორიტები იყვნენ. წელს ეხა რაც გუნდში იგრძნებოდა თამაშის წინ გასვლის წინ რაც იყო და გუნდის კაპიტანმა რაც ისაუბრა და როგორი განწყობაც ჰქონდა და ამისთვის ვემზადებოდი და რაღაცა თამაშზე იდეაში გადავიტანეთ. არ მაყურებელიც მოვიდა. არ ვიცი მე მაინც ჩვენ მაინც გვაქვს იმის გვინდა რომ ანუ 43-17 მოიგეთ 43-17 კი იმპულსზე რო წინა წლებში აგებდით ძალიან წინა წელს სიმართლე გითხრათ მე უკვე რაღაც უკვე აღარ თამაშობდი და პატარძეულში ქონდა ბოლო ტური რა და 76 წუთი იყო რაღაც შეცვლები ნუ ვამთავრებთ ეხა არაფერს არ წყვეტდა მაგრამ დერბია რა კახური ეს არის რა თან არ ვიყავი გამოცვლილი ესე ვზივარ და განაცხადში კი ჩავწერე ჩემი თავი რა და შევედი ვატყობ რომ ბიჭები დაიღალნენ და მე თქვი შევალ დავეხმოვი ვიგებთ რაღაც 8 ქულას თუ 6 ქულას აღარ მახსოვს და შევედი და
წავაგებინე პირადად და მე წავაგებინე. ანუ ისეთ საშინელებები გავაკეთე და პირველი ეგრევე რაც გავაკეთე ლელო დავადებინე. საშინელება გავაკეთე მართლა. ხო და იმის მერე მივხვდი რომ აღარ უნდა ვითამაშო ბიჭებთან ერთად. კახურმა დერბიმ დაამთავრა ის ამბავი ხო? მორჩა მეყოფა. დღეს როგორც წელს როგორც წვრთნელმა გამოისყიდე ხო? კი და ეხა ხარ ეს თამაში რაღაც ძალიან ისეთი აი ხალხით ჩამოვიდა პატარძეულიდან ხალხი იყო ჩამოსული. ვითამაში ძალიან კაი თამაში გამოვიდა ჩავეხუტეთ, ვიბრძოლეთ, მივარტყით, მოვარტყით. მაგრამ გვაქვს ჩვენ იმის ამბიცია უახლოეს წლებში, იმიტომ რომ ვითარდებით და განვითარებას წინ არაფერი არ უდგას. უნდა დავეწიოთ და ვეფხებთან უნდა ვიპაექროთ უკვე რა. ხო, აი შემდეგ ლიგაში პატარძეულს თვითონ ბოდიში პატარძეულსაც უსურვებ რომ მიზნებს მიაღწიონ და ასევე ზევით და ზევით წავიდნენ პატარძეულელი ბიჭები ფაქტიურად ერთი სოფლის ბიჭები თამაშობენ რა ეხა. ვეფხებს პატარძეულს თვითონ სტრატეგიულად ის აქვს ძალიან კომფორტი რომ თბილისთან ძალიან 20 წუთის გზა არის და შეგიძლია ჩვეულებრივ თბილისში ცხოვრობდე და ითამაშე იმაში. ჩვენთვის ეგ ცოტა პრობლემურია რა. სამაგერ თელავ ქალაქია. ნუ ქალაქია ხო, და როგორი ქალაქია რა. მაგით ვართ თელავში. ხო და ბევრი მოსახლეობა და რაღაც და ნუ რაღაცა. კი, იცი, აი ხა ახსენე კახელებთან დაპირისპირება რა და ანუ კახელებთან გუნდთან დაპირისპირება რა, ჭადარი კახელები რა, ერთმანეთის წინააღმდეგ და იყო რამდენჯერმე მე ესე გამიგია რა, რომ აი ესე პირად ლაპარაკებში რომ იყო მცდელობა რომ გაერთიანებულიყვნენ, მაგრამ ისეთი პრინციპული მეტოქეები იყვნენ ერთმანეთისთვის, კახელები და ჭადრო არ მოხერხდა რა, აი როგორც გურჯაანი თელავის ვარიანტია დაახლოებით აი ეგეთი პრინციპული, ანუ ეხა პირად ჩულზე არ ვლაპარაკო, მაგრამ ანუ აი ესე არ მოხერხდა რა, რომ აი ერთ იმათ ჩამოყალიბებულიყო რა. როგორ არის მან დეტალებში რომ ჩავიდეთ, რა მოხდა რეალურად რა, ჩვენ დავიწყეთ ჭადარმა რეგიონალ ლიგა და მე ერთი წელი გავაკეთეთ ესე რომ პატარძეულთან ვეფხებთან გავერთიანდით. პირველ ლიგაში იყო პატარძეული და ანუ იქ თუ ვიყავით 25 ან 30 პატარძეულთან გაერთიანების შემთხვევაში 8 ბიჭი ჩავდიოდით ვარჯიშებზე პატარძეულში და მოთამაშეები დარჩნენ რაგბის მიღმა სამწუხაროდ. ამ დროს კახელების მხედართ მთავარმა შექმნა გუნდი კახელები და მიიღო რეგიონ დაიწყო ანუ პატარძეულთანაც ეხლა იმ პერიოდში 6 თვის განმავლობაში გამოჩნდა ის რომ ეს ფიზიკურად შეუძლებელი იყო ვცადეთ არ გამოვიდა და ანუ ფაქტიურად გაზაფხულზე უკვე ჩვენ მარტში ისე უკან დავბრუნდით და მარტიდან დავიწყეთ მზადება სექტემბრისთვის და ის ბიჭებით ვინც რამოდენიმე ბიჭი ვინც ჩვენთან თამაშობდა იქით დარჩა და ისე გამოვიდა რომ ამ დროს ჩვენ რო პატარძეულთან თამაშობდით, კახელებმა ითამაშეს ერთი სეზონი რეგიონალ ლიგაში. და უკვე სექტემბრიდან აღმოჩნდით ერთად ერთ ლიგაში. რაც შეეხება გაერთიანებას, უბრალოდ გაერთიანება ყოველთვის კარი ღია იყო ჩვენი მხრიდან. იყო რაღაცებზე მოლაპარაკებები, მაგრამ პრინციპულად იყო რაღაც ხო, ანუ არ განაცუდ ვარიანტზე კი არ ვიზახ, არ გამოვიდა რა, ხასიათიც არის რა, რომ აი ხო იცი რომ არა რა, პრინციპია რაღაცა რა. ანუ იდეაში ყველაფერი მოდის ფინანსებთან არის რა დაკავშირებული. ბოდიშით, მაშინ იყო ანუ თელავის მერია იყო და იყო მუნიციპალიტეტი. და რაღაც არ მახსოვს რომელ წელს მოხდა, 2017 წელს მოხდა, კი ბატონო, როდესაც თელავის მერია და მუნიციპალიტეტი ბიუჯეტურად და ანუ სტრუქტურულად გაერთიანდა და ყველაფერი მოიყარა ერთ სივრცეში და ნუ გითხრეს რა ეხა ამ ხალხმა რომ ეხა ჩვენ ფულს დებთ, რაღაც ხარჯავთ და ეხა ერთიანდებით. აი ზუსტად აი ის თამაში ის დაპირისპირება ჩვენ გავდივართ ნახევარფინალში ოზურგეთში შევხვდით მაგის მერე ავიდა ოზურგეთი პირველ ლიგაში მახსოვს რა იგი ლიგა ოზურგეთმა მოიგო და როგორ ფაქტიურად როგორ ვთქვა ეს ჟარგონული სიტყვა არ მინდა არ მინდა რუსულში ანუ დაგვავალდებულეს რომ გავერთიანებულიყავით და გავერთიანდით რა ჩვენი სადაც ღია გქონდა კარი მაგრამ ფაქტიურად ის მხარე ძალით შემოვიდა მაგრამ იმ ძალაშიც რაღაც ყველამ თავისი როლი გავინაწილეთ, ესე ვაკეთებთ, ესე. იმის მერე ერთად ვართ რა, ეხა ის ბიჭებიც ყველა ჩვენი ძმები არიან. ეხა წლები გავიდა უკვე 7 წელია გასული. რამოდენი იმ ჭადრიდანაც და იმ კახელებიდანაც შეიძლება ბევრი ადამიანი გამოგვეცალა, ეხა სულ ახალი თაობა შემოვიდა, მაგრამ ერთად-ერთ საქმეს ვაკეთებთ, რაც თავარია რა. ეგ ძალიან კარგია რა. ეგ მართლა ძალიან. თელავის მუნიციპალიტეტში დამავიწყო ეხა წეღან კითხვა თელავის მუნიციპალიტეტში კიდევ არის ორი კლუბი. ერთი არის კისი, კისის ხევშია
ერთ-ერთი გუნდი, რომელიც ამ ფესტივალებში მონაწილეობას იღებს და მეორე აკურა ქვია. ანუ ეს ორი საბავშვო კერებია, იქაც U11, U13 და თუ არ ვცდები U15-ში ერთიანი ძალებით გამოდიან ფესტივალებზე რა. ეგ კერები შრომობს და მუშაობს რა და ან ვითარებს რაგბის. ძალიან საინტერესო, აი ხა ჩვენი მაყურებლისთვის ვიძახით, რომ ძალიან საინტერესო სტრუქტურა არის, ცოტა ჩახლართული, ჩემი აზრით, რეგიონალ ლიგური სისტემა რეგიონალ ლიგაში, იმიტომ რომ ეხა რა სტრუქტურაც არის დიდ 10-ში, იგივე სტრუქტურა არის პირველ ლიგაში, 10 გუნდია და 6 საუკეთესო გადადის 6 გადის პლეი-ოფში, ზუსტად ერთი და იგივეა რაც დიდ 10-ში, ისევე პირველ ლიგაში. ნათამაშები 18 ტურის შემდეგ რეგულარული სეზონი სრულდება, 6 საუკეთესო გადის ავსტრალიურ პლეი-ოფში და ნუ იქ ვიცით ნუ როგორი არის, მე-7 მერვე რჩება უბრალოდ ლიგაში მომდევნო სეზონისთვის, მე-9 ხდება გადათამაშება პირველ ლიგის მეორე ადგილოსანთან და მე-10 ადგილოსანი ვარდება. ქვედა პირველ ლიგის გამარჯვებული ამოდის. ცოტა განსხვავებული სიტუაცია უკვე რეგიონალ ლიგაში, ნუ გასაგებია რომ რეგიონალ ლიგა, მაგრამ აქაც არის რაღაც გარკვეული აღმოსავლეთში არის ორი ლიგა და ორი ჯგუფი, ხო, ორი ჯგუფი არის, აღმოსავლეთი 1 და პირველი ჯგუფი და მეორე ჯგუფი და დასავლეთში არის ერთი ჯგუფი. მომავალში ვისურვებდით, რომ დასავლეთშიც ორი ჯგუფი ყოფილიყო და იქაც, ნუ დაახლოებით ესეთ სიტუაცია ყოფილიყო. აღმოსავლეთის პირველ ჯგუფში არის 7 გუნდი, სადაც ამ მომენტისათვის ქვემო ქართლი არის ლიდერი, რომელსაც 6-დან 6 შეხვედრა აქვს მოგებული და ძალიან კარგი შანსი აქვს იმისა, რომ თქვა პლეი-ოფი ითამაშოს და იქ რაღაც გარკვეული პრეტენზია აქვს ყოველ შემთხვევაში რომ გადმოვიდეს პირველ ლიგაში და ჩემპიონობის, ასევე არის მარნეულის არმაზი, რომელიც წინალი გვახსოვს წლების განმავლობაში იყო ისტორიული კლუბია რა, ყველა ისტორია იყო ასაკობრივი იყო. გიოსოსელიას მიერ აწყობილი, ახლა უკვე მისი შვილი, ჩვენი მეგობარი ხო, ყავდა რა თქმა უნდა გიოსოსელია, კი, ჩვენ დროს თამაშობდა რაღაცა და ეხლა უკვე კლუბის პრეზიდენტი ისიც უკვე და სხვათა შორის მათაც ყავდათ ლეგიონერებიც, აი ისეთი გამოცდილი მოთამაშე, ამდენი წელი იყვნენ უმაღლეს ლიგაში, მერე პირველ ლიგაში და ბოლოს ისე მოხდა, რომ შარშან პირველი ლიგის ბოლო ტურში აი ყველაფერი ისე დაჯდა რა, რომ გამოვარდნენ რა, ბოლო ტურში გამოვარდნენ და ჩავიდნენ ახლა ქვემოთ რეგიონალ ლიგაში ჩავიდნენ და იქ უკვე შეცვალეს სტრუქტურა, თუ გამოცდილ მოთამაშეები იმდენი არა, უკვე პატარა ბიჭები ყავს იმათაც, აი აკადემიის ბიჭები თავისი აი ამ ხერხემლიდან დაიწყეს და ისინიც ერთ-ერთი პრეტენდენტები არიან, აი ეს რა ხდება პირველ ჯგუფში აღმოსავლეთის. მეორე ჯგუფში უკვე ჭადარი არის ულაპარაკოთ პირველი, რომელსაც მოგებული აქვს ყველა თამაში, ანუ აქ 6 გუნდია. თუ პირველ ჯგუფში 7 გუნდი იყო, აქ 6 გუნდია. პირველ წრე დამთავრდა, ხო, და მოგებული გაქვთ 5-ვე თამაში და ლიდერობთ. მეორე ადგილზე არის ჩვენგან ახსენები პატარზეული, რომელსაც ასევე წარმატებას უსურვებთ. არის დევები, არის გარდასახვა ესეთი სახელით, არის არაგველები და არის აუჭალა. არაგველებს სხვათა შორის ფეხბურთის გუნდებიც ყავთ და ნუ საკმაოდ ისეთი კარგი არაგველებს ფეხბურთის გუნდიც არის, რომელიც ხალხს ფეხბურთის გუნდიც. ფეხბურთის გუნდიც ხო რა და ნუ ყოველ შემთხვევაში არის ესეთი გუნდი, არის ესეთი ანუ სახელწოდები და არ ვიცი შეიძლება ალბათ კვეთა აქვთ რა, ესე და არის რომელმაც ვთქვათ მეხუთე ლიგა ისინი ასაკობრივებიდან დაიწყეს ფეხბურთში და აი წელს ავიდნენ მაგალითად მეოთხე ლიგაში ავიდნენ და თან პატარა ბიჭებით რა თავისივე გაზრდილი ბიჭებით და ნუ პატრონობენ რაღაცა და ნუ საკმაოდ კარგად მიდიან. აი რაც შეეხება დასავლეთ რეგიონს, სადაც ერთი ჯგუფი არის და ნუ იქ ნუ გაცილებით ისეთი კონკურენცია უნდა იყოს რა, ყველა ვარის არის, ხო, ფენიქსი არის, სამტრედიის, არის ჩოხატაურის ჯანი, ხო? არის ვანის აიეტი, არის ქუთაისის ბაგრატი, რომელიც ასევე წინა წელს ჩამოვიდა. იყო დიდაჩიც. დიდაჩიც იყო, კი, წლების განმავლობაში იყო, შარშანაც მერე მოუწია, პირველ ლიგაში იყო და პირველ პირობებში. არის ასევე ბათუმის ტორნადო და არის რაგბის კლუბი ზუგდიდი,
აი ესენი არიან ძალიან დიდი მეც ვიმიტოვებთ რომ დაემატება ეს გუნდები, იმიტომ რომ არიან იქვე ჩაქვში არის უკვე ძალიან კარგი ბაზა არის, ძალიან კარგი სკოლაა და მოდიან წესთ მალე ისინიც უნდა დაემატონ. არის რა ბევრი აი ესეთი კერა არის ხო? კი, ყავთ და აი არის კერები რომ ეს ბავშვები იზრდებიან და იმეც ვიტოვებთ რომ აი მომავალში უკვე დასავლეთშიც ორი ჯგუფი იქნება. მე მაინც ხო, აი აგვიხსენი სტრუქტურა როგორ არის და როგორ ხდება უკვე პლეი-ოფის ამბები როგორ არის მაყურებელს არის რეალური სტრუქტურა დღევანდელი მოცემულობა პირველად არის ესე რომ აღმოსავლეთის ორი ჯგუფია პირველი და მეორე აქედან პირველი მეორეს და იქიდან პირველი მეორეს ჩემი აზრით ერთ-ერთი გარდამტეხი თამაში ეგ იქნება რა ტურნირში მაგისთვის ვემზადებით იქნება ნახევარფინალი ორი შინდაგარეთ და ფინალს ვითამაშებთ აღმოსავლეთი ნეიტრალურ მოედანზე რომ გაირკვეს ვინ არის პირველი ვინ არის მეორე აღმოსავლეთში რა აღმოსავლეთში შესაბამისად ამ დროს დასავლეთი დაასრულებს მეორე წრეს და აქედან პირველი დასავლეთის მეორეს შინდაგარეთ იქიდან პირველი აღმოსავლეთის მეორე ანუ ჯერ აქ აღმოსავლეთში გაქვთ გასარკვევი ხო ძალიან რთულია NBA-ის ვარიანტია სუფთა რა აი ხო წინა გადაცემაში საბაბულაშვილი ყავდა იქ გავდიოდით ამ NBA-ის თემებს რა იქ ჯერ აღმოსავლეთის ჩემპიონი უნდა გაირკვეს NBA-ში საკალათბურთო ჩემპიონატში იქით დასავლეთის ჩემპიონი უნდა გაირკვეს და მე ერთმანეთს ხვდებიან სუპერფინალში რა ისინი მაინც ახლა დასავლეთი კომფორტულად არის რა და ხო ერთი ჯგუფია და ხო და გეუდება რა დიდი წნეხი გაქვს თან როგორ არის იცით რომ უნდა ყოფილიყავით 14 გუნდი თუ არ ვცდები და აქეთ რეიტინგის მიხედვით დავსხედით ჯგუფებში და მე როგორ იყო იცი რეიტინგს ანუ 5 გუნდი თუ პირობითად წელს დაემატა ვინც პირველმა დაარეგისტრირა რეიტინგს ანუ მე-10 მე ვარ მე-11 შენ ხარ რეგისტრაციით და ისეთ დაჯდა რომ ჩვენთან სხვათა შორის მე ავჭალა თუ რაღაც გუნდი არა ავჭალა არის მოკლედ გუნდი გამოვაკლდა და შეიცვალა რა იქით უფრო კონკურენტუნარიანი თამაშები არავის არ ვაყენებ არანაირ არც მაქვს პირი ხო მესმის ხო იქით უფრო მაინც 3-4 გუნდი ჭიდაობს რა ერთმანეთში და იზრდები როცა ჭიდაობ იზრდები როცა კი ჭიდაობ მაგრამ მეტი ჭიდაობა ჯობია რა ხო და ეგ არ გვაქვს მაგრამ არა უშავს არის გუნდები ვისთანაც შეგვიძლია რაღაც ტესტ თამაშები ვითამაშოთ თვითონ რაც შეეხება რეგიონალ ლიგას ჩემი სურვილი იქნებოდა რომ ზოგადად გაერთიანდეს რეგიონალი ლიგა. მე მაგალითად 19 გუნდია. აი ხა რომ დავთვალე, ეხლა რომ 20 გუნდია. 7+13 რა. ხო რა, 20 გუნდია რა. კი, მაგრამ რას ვიძახი გაერთიან? ჯერ პატარა ქვეყანა ვართ. მე მაგალითად ძალიან რაც მიმოგზაურია რაგბით მაქვს ნამოგზაურები. ასპინძაში ახსპინძელ ხალხს ჩავეხუტე ოზურგეთში რაგბით. ჭიათურაში პირველად რო ჩავედი გამოვშტერდი რა მაგარი ქალაქია სადღაც ტურისტი რომ ხდება სულ ჭიათურაში ვაგზავნი რომ ჩადით ნახეთ ანუ აი ხალხი ცხოვრობს თან ქართველებს ხდები რაგბი სიყვარული ჩახუტება და მაგრამ ასწორებს ეს მოგზაურობები რა და მე მაგას ვეუბნები რაგბის კავშირს რომ გავაერთიანოთ ხო ვიღებთ რაღაც დაფინანსებას რა იქ რაღაც კი მიზერია მაგრამ შეიძლება ეს გაერთიანება სულ ისე დაყო რომ მაგალითად რეგიონალი ლიგა იყოს, მაგრამ A ჯგუფი და B ჯგუფი, მაგრამ B ჯგუფიც გაერთიანებული იყოს, მაგრამ შედარებით გუნდები, რომლებიც ახლა 100-ით 0-ს რო აგებ, შენ ხო აღარ გინდა ის გასვლა რა, გირჩევნია 25-ით 30, იგივე შენ ლეველთან ითამაშო და შენი ჭია მოიკლა რა, იკაიფო ამ თამაშით. და ის ვინ საჩემპიონატი ბრძოლებს, თუნდაც თქვა ამ 20 გუნდიდან 10 ან იყოს 7. ანუ იყო რაღაც მომენტი რომ შევიკრიფეთ ამ კლუბის მენეჯერები და ჩვენ თვითონ დავლაგდით როგორ უნდა ყოფილიყო ეს ლიგა. მე ხა მე ვინანე რომ ხო შეიძლება ვთქვათ რომ შენ იძახი რომ მე მინდა არ მაქვს რა ამბიცია მოგების. მე მაქვს შენ გაქვს და მოდი ვისაც ამბიცია გვაქვს ლიგის მოგების და მაღლას რომ ერთი ჯგუფი გავაკეთებ და ვიჭიდაოთ. ამათ ერთმანეთს ჯიგრულად როგორც მოყვარულებმა ჩაეხუტონ და ლუდი დალიონ და ასე შემდეგ და ეხა წელს დავრეგისტრირდი მეც როგორც განაცხადში ვარ მაგრამ დამთავრდა პირველი წრე და სასწრაფოდ გადავდივარ ისევ დევებში. მინდა თამაში მომენატრა და დევები სამოყვარულო გუნდია, ჯიგრები არიან. აი დაღუპო დევები არაფერი ბოლო წუთზე რო შეხვიდე იქა არაფერი ხო? მე დევებში რო დავბრუნდი საქართველოში 2010 წელი მე 16 წელს ვიყავი თბილისში რომ გადმოვედი სავარჯიშოთ რა და ბურძგლა კილასონია დათო კილასონია იყო ბურძგლას და დათოც უკვე დღეს ჩვენთან ერთად აღარ არიან, მაგრამ აუცილებლად შევხვდები მაგ ხალხს იქ სადაც არიან. დიდი ხნის. კი. ხო და დათოსთან და მე ბურძგლა მოვიდა ჩვენი მცნელი იყო. ბურძგლა მისე შემოყვარა რაგბი, რომ დავბრუნდი, უკრაინაში ვიყავი მე 5 წელი რაგბიდან, რომ დავბრუნდი ვა და ბურძგლას დაურეკე მე თქვი და თელავიდან დავდიოდი დევებში სავარჯიშო. ამ დროს 97-იან ბიჭებს ვავარჯიშებდი, ვზრდიდი და
ესენი რო გახდნენ 17 წელიწადში, მე თქვი ძმებო დაუბრუნდები სახში, გავზარდე და დავიწყე ამათთან ერთად თამაში. ხო და ეხა მორჩი რა აღარ თამაშობ ამათთან და თამაში მომენატრა და ეხა დევებში გავაგრძელებ და ალბათ მეორე წრეს დევებში ვითამაშებ ჭადრის წინააღმდეგ თელავში გვაქვს გასვლა დევებში. ინტერესთა კონფლიქტია ეგ უკვე ინტერესთა კონფლიქტია ეგ უკვე ხო რა. ხო და ეხა დევებს სხვა ამბიციები აქვს, სხვა სიყვარული აქვს რა, სხვა მიზნები აქვს. ძალიან კაი არის სამოყვარულო რაგბისაც ძალიან დიდი ყურადღება ჭირდება მე. კი რა თქმა უნდა. აი ხა საუბრობდით ხო რეგიონალ ლიგაზე საუბრობთ და თენგომ თქვა რომ აი თქვა მე აღმოსავლეთის პირველ ჯგუფში კონკრეტულად რამდენიმე ძალიან კარგი გუნდია და უფრო მეტი კონკურენცია არის და ამ მომენტისათვის შექმნილი რა. ჩვენი ძალიან დიდი პატივისცემა რაგბის კლუბ სოხუმს, რომელიც აი ესე კბილებით იბრძვის და აუცილებლად გვეყოლება ლევონ ჯობავა ჩვენს სტუმრად, ჩვენს გადაცემაში ვალაპარაკებთ, ექნება მასაც დაეთმო პლასტანო, იმიტომ რომ სპიჩი ძალიან ბევრს და მთლიანად კლუბის ხელმძღვანელობა იქ სხვებიც არიან, ეხმარებიან, ჭირდება ნამდვილად რაგბის კერაა და ეს რაგბის კერა არ შეიძლება რომ გაქრეს. ასევე თესეო რომელიც წამოიწია ჩვენ დროს, როდესაც ჩვენ თამაშობდით, თესეოს ძალიან კარგი ბაზა ჰქონდა და თესეოში ხო, თესეოს თამაშობდი და აი ძალიან კარგი გუნდი იყო და აი ესეთი რომ ანგარის გასაწევი ძალა იყო, ვერტიკალი ჰქონდა, სადაც ასაკობრივები იყო და ამ ასაკობრივებთ იზრდებოდა და მე უკვე კასტალუ იმებში ამოვიდნენ ზემოთ. მაშინ არ იყო რეგიონა, იყო პირველი ლიგა და იყო უმაღლესი რა და იმ უმაღლესში ხანებში და თასი იყო, სადაც ჯგუფები იყო და კი ეგეც ძალიან კარგი იყო ჩემპიონატი, სადაც უმაღლესი გუნდები თამაშობდა, იყო თასი. სადაც რავი გასვლაც გიწევდა და ხო, რა თქმა უნდა და აი ეგეც სიტუაცია იყო და საინტერესოა. იცი მე იმ ვარიანტსაც ეხლა რო გადავხედე, თქვა 20 გუნდია ხო რეგიონალში რა და წლევანდელი ჩემპიონატის შედეგების მიხედვითაც შეიძლება რომ ისე აი გასვლა მოსვლის სისტემა იყოს და 2 10 გუნდიანი ლიგა გააკეთო. ოღონდ აურიო ერთმანეთში დასავლეთი და აღმოსავლეთი რა და რეიტინგის მიხედვით რა რომ ძლიერებიც მოხდნენ ისინიც და რაღაცა მომენტი რომ ეთამაშონ და მე ეხლა წარმოიდგინე ეხლა აღმოსავლეთი მაინც იჩაგრება ამ შემთხვევაში არ გეწინოთ დასავლეთის ხალხს ხო ნამდვილად იმიტომ რომ ამათმა ჯერ ერთმანეთში ჯამიათი ჯგუფები უნდა მოიგონ ტოპ-4-ში შევიდნენ მე ერთმანეთში ითამაშონ და მე წავიდნენ ხო დასავლეთში და მე იქითკენ ხო და ანუ მომავალ წლიდან თუ აი ეს დაალაგდება ხო ძალიან კარგი იქნება ან შესაძლებელი არის რომ ის ვარიანტიც ხო შესაძლებელი არის რომ გაკეთდეს მესამე ლიგა და გაკეთდეს მეოთხე ლიგა კონკრეტულად სადაც მესამე ლიგაში იქნება ზუსტად იგივე სტრუქტურა მე მომხრე ვარ რომ ჩემი აზრია ეს კონკრეტულად რომ მესამე ლიგაში ზუსტად იგივენაირი პლეი-ოფის აი იყოს ტოპ-10 გუნდი აი ამ შედეგებიდან გამომდინარე იყოს ტოპ-10 გუნდი რომელიც ზუსტად იგივე პლეი-ოფის სისტემას ითამაშებს ზუსტად აი რაც პირველ ლიგაში და მეოთხე ლიგაში იყოს აი მოყვარულთა ლიგა იყოს რომლებიც აი თქვა ითამაშს და იმათში მოყვარულებში ვინც ყველაზე უკეთესი იქნება კეიფში მოიგებს და მე მოედანზე მოიგებს ისინი ამოვიდნენ ხო აუ დევებს ვერავინ ვერ აჯობებს მაგაში რა დარწმუნებული ვარ აი ამ შემთხვევაში რა აი იქითაც რა დასავლეთში ვიცი რომ ბათუმის ტორნადო ხო ჯაბა ხელმძღვანელობს ეგ ბიჭებიც ვიცი რომ სამოყვარულოს რაგბის მიმდევრები არიან რა მაგრამ სხვა გზა არ გაქვს რა ანუ დევებსაც სოხუმიც ისეთი ამბიციური გუნდია მოყვარულები თან ტურნირში ძალიან კარგად თამაშობენ 2 წელი სოხუმთან მაგრა ვიჭიდავით უპირატესობა სოხუმს ჰქონდათ ბოლო 2 წელიწადში ეხლა წელს აღარ შევხვედრივართ რა და ვიღაცას უნდა რომ ცოტა სხვანაირად წაუვიდეს ანუ გაერთოს სიამოვნება მიიღოს ხო რა ეგ უნდა დაიყოს რა რაღაც თუნდაც ის რომ რასაც იძახი რომ ну იყოს იგივე დაფინანსება შეიძლება თქვას რომ მოდი მეოთხე ლიგას ნაკლები დაფინანსება იყოს ერთი დაფინანსება რა ნუ ფინანსით ნუ შეზღუდავ და იყოს რა იქ რა პრობლემაა იყოს მესამე ლიგა თუ მეოთხე ლიგა რაც ერქმევა და იჭიდაონ ერთმანეთში და ვისაც ექნება სურვილი ამოსვლის მაღლა ამოვიდეს იგივე სისტემა ხო რა ნუ მოიგებდა ახალ პირველ ლიგაში და უფრო მეტ დაფინანსება გქონდა არჩევანი სხვათა შორის რა ნუ რო შევიკრიბეთ 2 წელი როგორ იყო იცი აქ 11 გუნდი იყო აღმოსავლეთში ერთ წრეს რო დავამთავრებდით პირველი 6-ეული მეორე წრეს თამაშობდა ის ქულები მოყვებოდა რაც ერთმანეთში დავაგროვეთ და მე მე თუ პირველ წელში გასვლა ვითამაშე შენ გამოდიხარ ჩემთან და იგი რაღაც მაგდაგვარი სისტემა იყო პირველი მეორე ეგრევე დასავლეთთან წელს რო არჩევანი და ნუ იკითხეს როგორ გავაკეთოთ თვითონ რა ორგანიზატორებმა ბიჭებმა ჩვენ ვთქვით მოდი ორი ჯგუფი იყოს რა
და მაგაზე შევჯერდით რომ ეხა 13 გუნდი და ერთმანეთში 13 და მე პირველი 6 გამოყავი, ჯობია 2 გუნდი და ჩვენ თვითონ შევთანხმდით მაგ ამბავზე ვერ მოვემდურებით ვერავის. ხო, არა, ანუ საბოლოო ჯამში მაინც თანაბარი იმაში რომ იყოს, რომ ალბათ ჯობია რომ მეორე ვარიანტი არსებობს ეხა რამდენი ჩემპიონატია, რამდენი არის დატესტილი მსოფლიოში და შეიძლება რაღაცა კონკრეტული მოდელის აღება, მორგება, მაგრამ იცი ძალიან კომფორტული 2 წლის წინ როდესაც პირველი ლიგა ზუსტად იგივე ფორმატზე დაჯდა, რა ფორმატზეც არის უმაღლესი, ეს იყო ძალიან სწორი. იმიტომ რომ დაახლოებით ერთი და იგივე სიტუაციაში უნდა იყვნენ გუნდები, იმიტომ რომ პრეტენზია აქვთ, რომ თქვათ ამ პირველ ლიგის გამარჯვებული ამოდის უმაღლესში პირდაპირ რა და ბოლოდან მეორე ადგილოსან ეთამაშება აქ მეორე ადგილოსას. დაახლოებით ერთ დროს უნდა მთავრდებოდეს ჩემპიონატი. არ უნდა ელოდებოდეს მაგალითად აქაური პირველი ლიგის მეორე ადგილოსანი, ორი თვე არ უნდა ელოდებოდეს, ხო, როდის დამთავრდება უმაღლესი ლიგა, რომ იქაურ ბოლოდან მეორე ადგილოსანს ეთამაშოს რა. ესეც პრობლემაა, სხვათა შორის მე მომიწია ეხა მუშაობა და ძალიან დიდი წვეტა იყო. თვენახევარი იყო, ხო, პირველი ლიგის გუნდისთვის, ხო. იმიტომ რომ როდის დამთავრდა პირველი ლიგა, თქვათ და იქ მეორე ადგილოსანი გავიდა და თქვათ და ელოდებოდა რამდენი ხანი ელოდებოდა თვენახევარი ელოდებოდა ეს გუნდი თამაშობს ტონუსია და ამ დროს თვენახევარ დასვენებულს ხო რა და ანუ ვიღაცას შეიძლება ეს კარგად მოეჩვენოს მაგრამ ეს ნამდვილად არის თვენახევარი ტონუსის შენარჩუნება ძალიან რთულია რა და ზურგეთს როგორც მოუწია ახლა ხო დიდი ხანი მოუწია ვის არმიასთან ქონდა ხო არმიასთან მოუწია არმია კიდე ნათამაშები იყო და ბაგრატთან ხო ანუ ლიგა მორჩა ანუ ამ სულას პლეიაუთს ვინც თამაშობს გამოვარდნაზე გამოვარდნელი ვინც ვარდება იმას უწევს დიდხანს დასვენება ხო რა და აი ეგ არის რა და ნუ რა სხვადასხვა ძალიან კაია ბოლო წლების განმავლობაში მე მგონი პირველად ნავსი გატეხა იუნკერებმა პატარძეულის ვეფხვებს რომ მოუგეს და ავიდნენ ანუ პირველად მოხდა რომ ქვედა ლიგიდან მაღლა და ეხა ბოლო წლებში რაღაც დონე მაინცია და ერთმანეთში და არის რა რომ არ ქონდა შანსი და ეხა უკვე შანსი აგერ ნახეთ ხო რომ აგერ ოზურგეთი იყო აგერ ოზურგეთ ტაუმ ხო ოზურგეთმა აგერ უმაღლესის გუნდი იყო ვახსენეთ რამდენი ლეგიონერი ყავდა წინა სეზონში აგერ დიდათში თამაშობდნენ და ძალიან ბევრი ის ლეგიონერების უმეტესობა გადანაწილდნენ და საქართველოში დარჩნენ ისევე და თამაშობენ და საკმაოდ კარგადაც გამორჩეული ბიჭები არიან უმეტესობა რა და აგერ მეორე ლიგის ანუ პირველი ლიგის მეორე გუნდთან წააგეს ხო არმიასთან წააგეს კი ბატონო ამ დროს არმაზმა თამაში ნანახი მაქვს არმაზმა გათამაშებაში რომელიც გამოვარდა პირველი ლიგიდან არმიას მოუგო აქ თამაშმა არმაზი ეხა წერა ვაზისუბანში მოუგო არა ლოკომოტივი ხო YouTube-ზე ხო იდება ჩანაწერები და უყურებ რა და წეგან საუბრობდით ამ არმაზი არის ერთ-ერთი კლუბი ჩვენ ლიგაში რომელსაც ჩემი აზრით ყველაზე ძალიან უნდა უფრთხოდეთ ორი კლუბი ვართ ვინც ვართ სრულად ანუ ალიგა ბელიგა ასაკობრივი და ბავშვებში მუშაობა მიდის მთლიანი ვერტიკალი კი მთლიანი სრული ვერტიკალით და არმაზია ისეთი ნახე როგორი ამხელა ტრადიციის გუნდია ჩვენ ჯერ ადრე ახალგაზრდები ვართ მაგრამ ნუ ნახოთ მზარდი კლუბები ხართ და მოემზადე ერთი კითხვა მაქვს ანუ წეგან ლაპარაკობდი რომ ოქროს ლიგაში ალიგაში რამდენად გამორჩეული მოთამაშეები ყავთ აი 18 წლამდეში თქვათ თუ იქნება იმისი შანსი რომ მოხვდნენ ან თუნდაც აი შენი გუნდიდან თუნდაც სახელი და გვარებით ვის შეგიძლია გამოარჩიო რომ თქვა დიდი რაგბია წინასწარმეტყველებ ხო ხო აი ნაკრებებში სახელი და გვარით მოდი არ გამოვარჩიო იმიტომ რომ შეიძლება ცოტა ისე ხო мотивация მის კი ანუ ხო 18 წლამდეში იყვნენ რამოდენიმე ბიჭი კანდიდატებად მაგრამ ბოლო მომენტებში ვერ მოხვდნენ გამოსამზადებელი გაიარეს კი წელს ეხლა სამი ბიჭია ოცებში ხვალ ვარჯიში აქვს ზბორზეც იყვნენ სამივე შერკინების მოთამაშეა ხაზის მოთამაშეებით საკმაოდ საინტერესო 10 და 15 ნომერი ყავს. ეხლა თამაშობთ პირველად არა ესეთი რაღაც არ მომხდარა ჩვენი თელავის ისტორიაში აი ამ თაობით რა ჩვენ ეხლა ნახე როგორ დავიწყეთ მე და რეალურად დავიწყე ესეთი რაღაც ვერტიკალი ავიღე 2006-იანები ესენი რო საკლუბო ვარჯიშებს ვარჯიშობდნენ კვირაში 3 დღე ამ ბავშვებს 13-14 წლისები იყვნენ შევარჩიე 24-მდე ბავშვი და უტარებდი უნარების ვარჯიშებს დამატებით და რომ skills-ებს როგორც გადავიდნენ ბელიგაში იმდენად შემithრია ამ ასაკმა და ამ ბიჭებმა და რა ვიცი
ძალიან მიყვარს ეს თაობა და თვითონაც ძალიან კარგად იციან, ერთმანეთი გვიყვარს მოკლედ. რომ ბელიგაშიც ერთად დავიწყეთ მუშაობა და ესე კვირაში 5 დღე, 6 დღე დავჯერქით, ვილაპარაკეთ კოვიდის დროს ყველაფერი აი პირველი დღეები რო იყო 4-4-ს ვიბარებდი და ვარჯიშობდით, უბერავდით. ვერცხლის ლიგა მოვიგეთ, ბელიგა. წელს ალიგაში ის რო არ გამომჩეს, ვეფხვებიდან 5-6 ბიჭი თამაშობს, ჩვენ ალიგაში ვერთიანდებით, ჩვენ და ვეფხვები და ერთი ჭადარი ვეფხვებით ვთამაშობთ. ძალიან კაი ბიჭები არიან. და უკვე ისია, ფაქტიურად გადაწყვეტილია ოქროს ლიგაში ავდივართ და მეოთხედ ფინალს ვითამაშებთ. ეხლა თელავში არ ვიცი ხა მე რაც მე ვარ ის რაგბია ფაქტიურად თელავში რა მამაჩემის მე და არასდროს არ ყოფილვართ არასდროს ძალა გასაწევი გუნდი ასაკობრივებში აი ამ ბიჭების თაობამ შევქმნით ის რომ არ აქვს მნიშვნელობა ყოჩები ჩამოდის თუ ნებისმიერი აკადემია თუ ლელო თუ აია ეს გუნდი ხო ანუ უკვე ძალა გასაწევი ისე არ მოდი ხაგარის გასაწევი გუნდი ხარ არ მოდიან ისე რომ ხა ოხ ჩავალთ ანუ ხო ხდება ხოლმე ხა ვიცი ეგეც ყოლია ისეთი გუნდები ისეთი თაობა გვყავს რა რომლებიც რა ვიცი პატარა ოქროს თაობა მე შემიძლია ესე ვთქვა და ვიზრდებით რა 18 წლისები არიან 19 წელში არიან და ერთად და უპრეცედენტო რამ რაც მოხდა თელავის ისტორიაში რა ესეთი რაღაც არ მახსოვს მე 16 ბიჭი იყო წელს აბიტურიენტი და ძირითადად ველოდებოდი რომ სულ ყველა ჩააბარებდა უმეტესობა თბილისში რა ანუ 12 ბიჭი დარჩა თელავში იმის გამო რომ ჭადარში ეთამაშა და თელავის უნივერსიტეტში ჩააბარეს განსწავლაზე თქვენ სულ არის ესეთი რაღაც თვითონ ქალაქს აქვს პრობლემა რომ ყველა გარბის და გაედინება და ძალიან მაგარი რაღაც შეგავაკეთეთ რომ რავი და ერთად ვართ რა და სახლში ვართ და მაგარია ძალიან ხო ნუ ნახოთ რა იქნება რა ნუ ეხა გუშინ იმედი არის კი როგორ არის ეგ არის რა ერთადერთი აი ავიღეთ ეს 2 წელი გვაქვს წელს ვაპირებთ პირველ ლიგაში ასვლას ვერავალთ მომავალ წელს ავალთ თუ ვერავალთ და მივხვდით მაშინ კი მე დავფრინავ სადღაც და რაღაცები მეჩვენება და ეს ბიჭებს კაი დანიშნულებას მივცემთ და გავუშვებთ ისეთ კლუბებში სადაც უკეთესად განვითარდებიან ხო და რა ვიცი მე მგონი ხედვაში არ მომწდებოდა ჩემი სატურნირო ცხრილიც მაგას იძახის რომ ადვილად გადიხართ პლეიოფში და სატურნირო ცხრილში ძალიან კარგი დანამატი ყავს იუნკერები სამწუხაროდ ეს გუნდი აი ძალიან მიყვარს ეს გუნდი და გულზე მოხდა რომ დაიშალა და იუნკერებიდან 7 ბიჭია ჩვენთან თბილისიდან ჩამოდიან პარასკევი შაბათი კვირა ჩვენთან არიან აქ კვირაში 2-3 დღე თვითონ ვარჯიშობენ და აშკარად გაგვაძლიერეს მაგ ბიჭებმაც და ერთი კაი ის გამოგვივიდა რა კომბინაცია ახალგაზრდა თაობის ამ ბიჭებთან ერთად შეწყმა და შეხმა ტკბილება რა ერთი კითხვა აი თენგო თქვენი ნალაპარაკებიდან გამომდინარე ახსენეთ ორი სიტყვით რომ ზამთარში გაძლიერებას აპირებთ და აბა საიდან მოდიან ლეგიონერები ისევ სამხრეთ აფრიკიდან თუ რას ანუ კონკრეტულად ეხა სახელებზე არ წავალთ და არა ხო და ანუ თუ აპირებთ რომ ვიცოდეთ სარაგბო სამყაროში გვაქვს რაღაც ანუ რასაც პირდებიან მე მგონი ყველაფერი ისე იქნება როგორც პირდებიან გვინდა კი რაღაც კონკრეტულ პოზიციებზე 2-3 მოთამაშის დამატება რა. უცხოელ ლეგიონერებს. უცხოელი კი აბა ქართულ სამწუხაროდ ვერ იმატებ ეს ალიგელი უნდა გადმოიყვანო. ან ისეთი მოთამაშე ანუ ესეა რა ნუ ჩვენთან ხო ალიგელის გადაყვანა შეგიძლია. მაგრამ თუ დიდათში არ გაქვს ან პირველი ან ქართველი უნდა ჩამოიყვანო უცხოელ ლიგიდან ან რუსეთიდან მაგალითად ან რაღაცა ან ისეთი ქართველი რომ ან ისეთი ქართველი უნდა გადმოიყვანო რომელიც განაცხადში წლის განმავლობაში არ მოხვედრილა რა. ხო ეგ რთულია. ხო სხვა გუნდში რა ნუ დიდათში პირველ ლიგაში განაცხადში თუ არ არის მოხვედრილი პირველი წლის განმავლობაში შეგიძლია აი მასე გავაკეთე მე რეგიონალ ლიგაში რომ გადავდივარ ახლა თეებში. და იცი რა არის აი რატო არ შეიძლება ანტონ აი ხა შენც ჩაერთე რა აი ამ კითხვაში რომ რატო არ შეიძლება რომ თუ ფეხბურთში არის თუ კალათბურთში არის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ხო რატო არ შეიძლება რომ თქვა საქართველოს ჩემპიონატშიც იყოს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა და ერთი გუნდიდან მეორეში გადადიოდეს რა საფრანგეთში როგორ არის
საფრანგეთშიც არა. მე მგონი World Rugby-ს წესებია რა. ხო, არა, ხო, მაგრამ შიდა ჩემპიონატებს მაინც აქვს ხოლმე რომ შეუძლია რომ რაღაც წესები არის, ეხლა World Rugby-ში არა აქვს შემოღებული და ჩვენთან არის რა, ის თამაშის დროს, ხო, ის წესები, ხო, იმ შერკინებიზე, ხო, რა და შეგვიძლია. წლიანი სეზონია გიო რო. არა, კი, მესმის ხო, მაგრამ ხო რაღაც დამატებითი ინტრიგა არის რა, რომ რაღაცა რომ მუშაობა, ტრანსფერი რაღაცა გუნდის მაინც იცავ. არა, ეგ მესმის ყველაფერი ხო, ეგ მესმის, მაგრამ ალბათ რაგბი მაგით განსხვავდება ფეხბურთისგან, რომ ეგ არის რომ გუნდში თქვათ ერთი წელი რო ხარ ის პლეი-ოფიც იმ გუნდთან ერთად ითამაშო თუ ასათამაშო, გავარდნა თუ აი იმ გუნდთან ერთად გავარდე, ну, ბოლომდე სეზონი ჩაამთავრო იმ გუნდთან, ალბათ ეგ არის რა, უფრო ძველი ტრადიციები თორე ხა ზამთრიდან ზამთარში კი შეიძლება ყოფილა რომ თქვათ გუნდში ბევრს თამაშობდა გუნდს განათხოვრება თქვათ მაგაც მაგრამ ის ზამთრის საერთოდ რაღაც რაგბში ეს ტრანსფერი როგორ თქვა რა ჩვენ დროს ზამძიმეთ იყო ხოლმე ეგ ტრანსფერი ხა ყველა დაახლოებით ერთთაობისები ვართ აქ ვინც ვართ და ძალიან ჩვენ დროს ძალიან რთულად იწყებდი იმ გუნდში და ამთავრებდი იმ გუნდში როგორც აი ხა საქართველოს ჩემპიონატში ანტონი თამაშობდა ხულიგანაში დაიწყო და ხო და ხულიგანაში იყავი და ხო არცა წასულხარ ხულიგანას გადა და მე აკადემიაში დავიწყე აკადემიაში ხო რა ისეთი იყო რა ოჯახიდან და ძმობიდან მიდიოდი რა და აი ხა და ანტონი დაიწყო ხულიგანაში და დაამთავრა ხულიგანაში საქართველოში მე აკადემიაში დავიწყე და აკადემიაში დავამთავრე და აი ესეთი იყო რა სუბთად რა. თუ არ იშლებოდა გუნდი და რაღაც არ ხდებოდა, არა, იშვიათად. ხო, რა, ძალიან იშვიათად რომ ის მე მგონი ამ ყველაფერი ფინანსებმა მოიტანა რა, რა დაფინანსებები გამოჩნდა ღირებულებები ცოტა სამწუხაროდ. ხო, არა, იცი რა არის კიდე, აი მაგალითად ისევ NBA-ს და სხვა ტოპ ლიგების რო დაუბრუნდეთ ხა, სხვა სპორტის სახეობებიდან. იცი როგორ არის? აი, თქვათ ზამთარში უკვე გამოკვეთილია ხოლმე რა NBA სეზონი იწყება თქვათ ოქტომბერში და თებერვლის ბოლოს არის სატრანსფერო ფანჯარა იხურება. და აი მაგ დროს დაახლოებით უკვე იციან თქვათ 30 გუნდი ხო არის ვის აქვს რა შანსი პლეი-ოფში ზოგი უკვე საჩემპიონო გუნდს აშენებს და საჩემპიონო და რაღაც ამბიციები აქვს გაზრდილი ვიღაცებმა უკვე იციან რომ თქვათ ვერ გახდებიან ჩემპიონები რაღაცა და ისინი ცდილობენ რომ ახალგაზრდებზე გააკეთონ აქცენტი რა და თქვათ რამდენიმე თქვათ ორ მოთამაშეს კონკრეტულ პოზიციებზე თქვათ იმ გუნდებიდან შედარებით სუსტი გუნდებიდან წაიყვანენ თავისთან და თქვენ ფულს იხდიან ხო? ხო, რა თქმა უნდა, ფული არის და ხო, კონტრაქტის ყიდვა როგორი რაღაცაა. ხო რა, ანუ ფულის თემა არის რა, ეხა იქ სხვა ფულის თემებია რა, მაგრამ შეუძლიათ რომ აი თქვათ დაიწყო და ამ გუნდს რა უკვე იცის რომ აი ბოლო ამ ორ თვეში თქვათ სიტყვაზე რა აღარ აქვს რა ისეთი ამბიცია და იცის რომ თქვათ დარჩება და ურჩევნია რომ ის დარჩენილ დრო თავისი აკადემიის ბიჭები ათამაშოს და ისინი იმას ქნას და აღარ ჭირდება ის მაღალ ხელფასიანი მოთამაშე და გაუშვას ის ხელფასიანი და იმასაც აწყობს რომ წავა საჩემპიონო ამბიციების გუნდში რომელიც პლეი-ოფში გავა და იბრძოლებს ჩემპიონობისთვის რა კაი მოთამაშეა რა და რაღაცა ხო აი თავისი კუთხე არის ხო რა და იქ სხვანაირად ხო რა თქმა უნდა ფინანსებიც არის ეხლა მაგ ტრანსფერს რო აგეთე ფულს იხდი ხა იმას კონტრაქტი და ყიდულობდა რაგბში კონტრაქტის ყიდვა არის ალბათ სეზონზე შეიძლება 5-იც არ მოხდეს რა. საქართველოში მით უმეტეს ხო და ხა ტოპ 14-ში რა ვიცი რა. ჯიგრულად ხდება ხო. ხო და აი ამ ჯიგრულობაზე გამახსენდა ჩავლილი ამბავია რა და უკვე აი ამდენი წლის წინ იყო გავიდა ამის მერე 20 წელი გავიდა შეიძლება ცოტა უფრო მეტი. ლელო ისე მოხდა რომ ლელო აკადემია ჩვენ დროს რა 87-იან რუიანების ალიგის ფინალი იყო ლელო აკადემია და იმავე წელს იქვე გავიდნენ უმაღლესი ლიგის ფინალი იყო ლელო აკადემია შეიძლება ან 2004 ან 2003 და ისე გამოვიდა რომ ნუ მოვიგეთ ლელო აკადემია მოუგო ფინალში ლელოს და იქით ლელო მოუგო აკადემიას ფინალი უმაღლეს ლიგაში ლელო გახდა ჩემპიონი აქეთ ჩვენ მოვიგეთ ალიგა და მე იცი როგორ რაღაცა მოხდა რომ გაირკვა რომ ჩვენ ვათამაშეთ ალიგის ფინალში
ვათამაშეთ ისეთი მოთამაშე, რომელსაც არ ქონდა თამაშის უფლება. წესით არ უნდა ეთამაშა. სამაგიეროდ ლელო მათამაშა დიდ ფინალში ისეთი ტიპი, რომელსაც არ შეეძლო რომ ეთამაშა ის დიდი ფინალი რა და გავრაცხოდით რა მე საბოლოოდ გუნდები ერთმანეთს აი ჯიგრულად დალაგდნენ. შენ ამ ფინალში აი რა დრო და რა პერიოდი იყო. შენ ალიგის ფინალში ათამაშე ისეთი მოთამაშე, შენ სამაგიეროდ კაცებში ათამაშე ისეთი, რომ ნეგინ დალაგდა მერე რა და ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს და გაგრძელდა ჩვეულებრივად რა. აი ეგეთებიც ხდებოდა რა და ხო რა ის შიდა იმაზე დალაგების თემაზე ესენიც იყო რა და ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვიდა. შევეცადეთ რომ მეტნაკლებად გავგვეცნო ჩვენი მაყურებლისთვის რეგიონალური ლიგის სისტემა თუ რა ხდება იქ. ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით ხოლმე ამ თემას. ზრუნავთ ასევე, ანუ გეგმავთ ყოველ შემთხვევაში, რომ ერთი გასვლითი ჩვენმა ჯგუფმა ერთი გასვლითი და ავის კამერებით ყველაფრით შევეცდებით რამე ისეთი, აი თუ იქნება, ნახოთ თუ იქნება პლეი-ოფისთვის ჩამოვიდეთ, თუ იქნება ცოტა დათვლის დევები ჭადარი, ეგეც მაგარია და მაგაზე პირდები რომ პირად სტატისტიკასაც გავამბობთ. შეგიძლიათ დევებშიც დარეგისტრირდეთ და შემოგვიერთდეთ. არა. ჩვენ იმა ხულიგანაში დაიწყო, მე აკადემიაში იქ დავამთავრეთ და ჩვენთვის ეს საკმარისია რა. და შევეცდებით რომ აი პოპულარიზაცია გაუკეთოთ რა თქმა უნდა პირველ ლიგასაც როგორც უმაღლეს ლიგასაც აუცილებლად გვექნება გადაცემები სადაც მოვლენ საქართველოს ჩემპიონატის არა მხოლოდ მწვრთნელები მოვლენ დამფუძნებლები პრეზიდენტები გვინდა რომ გავაცნოთ აი ეს ხალხი პრეზიდენტია ხო გუნდის ხო გვაინტერესებს აი მაყურებელსაც აინტერესებს რომ ვის ხელშია გუნდი, როგორ ფიქრობს, როგორი ხედვა. არა არის აუცილებელი რომ მაინტერესებს მთავარი მწვრთნელი იყოს ხოლმე რომელიმე კონკრეტული გუნდის რა. გვინდა რომ გავაცნოთ, აი ყველა კუთხით გავაცნოს ჩვენ მაყურებელს გუნდის სტრუქტურები, როგორ მუშაობენ ოზურგეთში, როგორ მუშაობენ ზუგდიდში მაგალითად, რა სიტუაცია, რა გასაჭირი აქვს. უახლოეს პერიოდში აუცილებლად სოხუმის ბიჭებს მოვიყვანთ ლევან ჯობავა მოვა აუცილებლად ჩვენთან გადაცემაში სტუმრად და ისაუბრებს ვის რა გასაჭირი აქვს ვის რა უხინს რა მომენტში შეიძლება დახმარება და აუცილებლად შევეცდებით რომ ჩამოვიდეთ კახეთში ნამდვილად და ხო რა გავდავიღოთ და მე ესენი გაუშვათ ეს კადრები და მოკლედ ხო აი ეს არ არის ჩვენი გადაცემა არ არის არაფრით შეზღუდული აი ამ კუთხით პირიქით ჩვენ ვცდილობთ რომ შეიძლება ერთ გადაცემაში ყავდეს ნიკა ამაშუკელი საბა აბულაშვილი ვთქვათ სიტყვაზე ჩვენი ლეგიონერი რომელიმე ტულონის რომელიმე ლეგიონერი მეორე დღეს შეუძლებლად ვისაუბროთ საქართველოს ჩემპიონატზე ქართული რაგბი არის აქ პრიორიტეტი და ეს გადაცემა ემსახურება პირველ რიგში ქართული რაგბის განვითარებას ნამდვილად მადლობა მოწვევისთვის. კარგია, მიხარია რომ დაბრუნდით და ძალიან სასიამოვნოა რომ ერთი და იგივე მეგობარი ყავს ბუბუ ჯგუფი. კი, ერთ და იგივე სპონსორი. კაი თელაველი, კაი ბიჭები არიან, ვენაცვალე მაგათ. ჩვენს გვერდში გვიდგანან და სამომავლოდ რაღაც გეგმები გვაქვს. და თქვენს მომდევნო სპონსორს გაზეტა როგორ არის? ლაგაზეტა თელასპორტ ჯორჯი. ლაგაზეტა სპონსორს ხომ არ უნდა ჩვენი სპონსორობა. ოკეი. თელავი და იტალია. კი, კარგი იქნებოდა რა, ნუ მეტია რა, რასაც უყურებ ყოველთვის, თუნდაც იქ შეკრებები როა ძირითადი აქცენტი და ძირითადი თემები ყოველთვის დიდი 10 პირველი ლიგაც ნელ-ნელა წამოვიდა. რეგიონალური ლიგა ძალიან ისია რა, მიყრუებული არა და ამდენი რაგბი მასიური სპორტი, ამდენი ხალხი თამაშობს. აუცილებელია. ყველას თავისი სიყვარული აქვს, არ არის აუცილებელი რომ მე მაგარი დამრტყმელი, მაგარი მე რაგბს თამაშობ და ბოლომდე ვიხარჯები და მიყვარს რაგბი. უნდა ყველა ადამიანი და ყველა კლუბი უნდა იყოს დაფასებული და მადლობა დაფასებისთვის თქვენ. მადლობა მოსვლისთვის და წარმატებები პლეი-ოფში, მიზნები რაც გაქვთ წელს, ყველაფრის 100%-ით ასრულებაში და რა ვიცი. გავაკითხე ერთი დევებთან თამაშის დროს რა მიზნებზე არის იქ ლაპარაკი რა. ჭადარს თუ წააგებინა იქ დევებს წააგებინებს და ეგ იქნება. არა, მაგ თამაშზე უნდა ჩავიდეთ რა. მაგ თამაშზე უნდა ჩავიდეთ რა. ხო. აი ესეთი გამოვიდა მხიარული თავისი ახალი ამბების გაგებით, ყველაფერი საინტერესოც. თქვენთან ერთად იყო გადაცემა Inside Rugby. ჩვენ მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და გემშვიდობებით. კარგად. ნახვამდის.